თუ კი ამ მემორანდუმის შინაარს ჩავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთით მოაქვს საკუთარ ექსკლუზიურ უფლებას სატრანზიტო სივრცეზე და მხოლოდ რაღაც მიზერულ, ასე ვთქვათ, მონაგებს თანხდება, იქ ნახსენები არ იყო თუ რა პროცენტული წილი ერგება ამ ტრანზიტის შედეგად სომხეთის სახელმწიფოს და ნუ ფართოდ თუ შევხედავთ სურათს, ასე ვთქვათ, თუ ამ შემთხვევაში სომხეთის ლიდერშიპის ხელმძღვანელობის სურვილი იყო საკუთარი სატრანზიტო ფუნქციის დაბრუნება და ამ მიზნით მან ასე ვთქვათ ცდილობა დაამყარა მის ორივე მეზობელთა, როგორც აზერბაიჯანსთან და ასევე თურქეთთან ეს პროცესი მიმდინარეობს ბოლო წლებია. ჩვენ შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ფუნქციას ის ვერ იბრუნებს ამ შემთხვევაში. თუ კი მას სურდა სატრანზიტო ფუნქციის შეძენა ამ ორ ქვეყანას შორის, აი ჩემს მიერ ნახსენები სარკინიგზო მონაკვეთი შედარებით უფრო ოპტიმალური იყო ეს ყაზახი, იჟევანი, ვანაძორი, ერევანი, ყარსის მონაკვეთი, თუმცა როგორც ხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ აქაც გაიმარჯვა თურქულ-აზერბაიჯანულმა ინტერესმა და მათი სურვილი სულაც არ არის, რომ საკუთარი პირთები მოძრაობდეს სომხეთის ტერიტორიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თანახმანი იქნებოდნენ აი ამ ჩრდილოეთის მარშრუტის ამოქმედებაზე. სხვათა შორის ეს ჩანაწერი ამ ჩრდილოეთის სარკინიგზო მარშრუტის შესახებ იყო 2020 წლის დეკლარაციაში, როდესაც ასე ვთქვათ ყარაბაღის მეორე ომის პირველი ფაზა დასრულდა. იქ ნახსენები იყო, რომ შეიძლება ასე ვთქვათ ეს ყაზახი იჟევანის მონაკვეთის აღდგენა მომავალში მოხერხდეს.